ვიზუალური ინფორმაცია ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და ზოგჯერ იმაზე მეც ამბობს, ვიდრე უბრალო სიტყვა და შესაძლოა ისტორიის მთელი წიგნი ამ მთელი გვერდზე უფრო უკეთ ერთმა ფოტომ აღწეროს ეპოქა. და საბედნიეროდ მე ძალიან მომწონს ეს განმარტება, რომ ფოტო გვეხმარებაო, რომ წარსულს ჩავხედოთ თვალებშიო. და საბედნიეროდ ჩვენ ყავდა ისეთი ფოტოგრაფები, მათ შორის ქართველი ფოტოგრაფები, რომლებმაც აი პირველ რიგში ჯერ გადაიღეს ეს ფოტოები, მერე იზრუნეს მათ შენახვაზე და ჩვენამდე მოიტანეს ძალიან დიდარი აი ესეთი ვიზუალური ისტორია და არქივი. ხოლო რაც შეეხება უშუალოდ აი ფოტოგრაფიის დასაწყისს და საერთოდ ფოტოს ისტორიას, იწყება მე-19 საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც საფრანგეთში, ხო საფრანგეთი არის მოწინავე ამ მიმართულებით, ოპერის მხატვარმა ლუი დაგერმა დაიწყო ერთგვარი ექსპერიმენტები. გამოიგონა პირველი ფოტოაპარატი. ჯერ მან 1820-იანი წლებიდან აი ამ ექსპერიმენტების ფარგლებში დაიწყო ამ ფოტოების გადაღება და შექმნა პირველი ფოტოაპარატი. 1839 წელს შექმნა პირველი ფოტოაპარატი და დაარქვა თავისი გვარიდან გამომდინარე დაგეროტიპი. ანუ პირველ ფოტოსურათებს ერქვათ დაგეროტიპები, ეს ვერცხლის ფირფიტაზე მზადდებოდა, ან მოვერცხლ ფირფიტაზე ერთადერთი ეგზემპლარის სახით. მაგრამ ცუდი ის იყო, რომ დიდხანს ვერ ინარჩუნებს ეს ვერცხლის ფირფიტა სახეს და აი ეს არის მიზეზი იმისა, რომ არ შემოგრჩა ბევრი. ანუ ცოტა გვაქვს შემორჩენილი. ეხლა რაც შეეხება საქართველოში ფოტოგრაფიის ისტორიას, საქართველოში 3 წელიწადში 1842 წლიდან დაიწყო ფოტოგრაფიის ისტორია იწყება სწორედ ამ წლიდან, სხვათა შორის იმ პერიოდში მე-19 საუკუნეში განსაკუთრებით თუ კი რამე ხდებოდა ევროპაში, აი მაშინვე ამას ჰქონდა გამოძახილი. ერთადერთი აი ევროპიდან დააგვიანა სტამბა მთელი 300 წლით, სხვათა შორის აი მე-15 საუკუნის დასაწყისში კი შექმნა გუტენბერგმა ეს სტამბა და მე-18 საუკუნის დასაწყისამდე მთელი 300 წელი ვერ ჩამოაღწია. რაოდენ განსაკვირიც არ უნდა იყოს. ფოტოგრაფია მაშინათვე და კავკასიის მინერალური წყლების შესწავლა დაიწყო იმ პერიოდში და იყო ესეთი ქიმიკოსი იული ფრიცშე, რომელიც ჩამოვიდა აი ამ კავკასიის მინერალური წყლების შესასწავლად და ფრიცშეს თან ახდა დაგეროტიპისტი, ანუ ფოტოხელოვანი გვარად ლევიცკი და ლევიცკიმ გადაიღო ეს კავკასიის პეიზაჟები და ეხლა ტყუილად არ გამოჩნდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ფოტო, ეს უკვე გუდიაშვილის ნიკოლოზ ბარათაშვილია. ლევიცკიმ აი თბილისში ჩამოსვლის დროს მან გაიცნო ნიკოლოზ ბარათაშვილი, ეს არის მისი ჩანაწერებიდან ჩანს ესე და პირველი აი ვისაც გადაუღო კადრი, ეს იყო ნიკოლოზ ბარათაშვილი, პირველი დაგეროტიპის და რომ არა ეს შესაძლებლობა არ იქნებოდა ალბათ მისი ფოტოც, ხო? იმიტომ რომ ეს შესაძლებლობა სამწუხარო ხა ნიკოლოზ ბარათაშვილის შემთხვევაში რა არის, რომ ფოტო, ანუ დავარქვათ ფოტო ამ დაგეროტიპულ გამოსახულებას ინახებოდა თავისი დის სახლში, ქართლში, ამას ამბობს ზაქარია ჭიჭინაძე და გრიგოლ ორბელიანის სიტყვები მოყავს დასტურად და მისი გადმოტანა, ანუ ამობეჭდვა უნდათ და ჩამოიტანეს თბილისში ლითოგრაფიაში. ეს იყო გვარიც არის ცნობილი, ვისი ლითოგრაფია იყო, ცნობილი ტომსონის ლითოგრაფია იყო და სამწუხაროდ ეს დაიწვა ეს ლითოგრაფია და ერთადერთი ვიზუალური მასალა, რაც გაგვაჩნდა ნიკოლოზ ბარათაშვილზე, ის უკვე აღარა გვაქვს. ანუ პრაქტიკულად არ ვიცით როგორ გამოიყურებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილი. ეხლა თუ შეიძლება ერთი ფოტო დავაბრუნოთ, სადაც არის ძალიან საინტერესო აი ეს ფოტო, აი სხედან ნიკოლოზ ბარათაშვილის დები, ბარბარე, ნინო და სოფიო ბარათაშვილი, ეს ბავშვი და ფეხზე დგანან ბარბარე ბარათაშვილის შვილები, სხვათა შორის ვინც დგას მარჯვნიდან პირველი. ეს არის პრინც მაჩაბელის დედა. თეთრი კაპით, ხო ღია ფერის კაპით. ანუ პრინც მაჩაბელზე და მის სუნამოზე ჩვენ გვისაუბრია აქ ერთ გადაცემაში. და ნიკოლოზ ბარათაშვილის დებიდან აი მესამე დას, აი მარჯვნიდან პირველი ვინც ზის, სოფიოს ძალიან ამსგავსებდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილს. აი ძალიან ხშირად აი ზაქარია ჭიჭინაძე მაგალითად იყო ძალიან მონდომებული, რომ რაღაცნაირად ნიკოლოზ ბარათაშვილის ვიზუალური მასალა შექმნილიყო, ანუ მისი ფოტო და სთხოვდა სოფიო ბარათაშვილს, რომ გაეკეთებინა ულვაში
და ასე გადაიღოთ მისთვის ფოტო, რასაც ვერ დაითანხმა და შემდეგ თვითონ მან შექმნა რაღაცა სახე, რაც საზოგადოებისთვის გახდა მიუღებელი. თვითონ ეს ფოტო მე არ ვიცი ვისი გადაღებულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფოტოგრაფი იყო მაშინ, უცხოელები ძირითადად და 1867 წელს არის აღმოჩენილი ბარათაშვილებთან. ეხლა შემდეგი კიდევ ერთი ფოტო ვნახოთ, იგივე ფოტო არის აღმოჩენილი ბარათაშვილებთან, რომელსაც არ აქვს წარწერა. და არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლებელია სწორედ ეს ყოფილიყო ნიკოლოზ ბარათაშვილი. თუმცა ამის ხა არგუმენტირება და მტკიცებულება ნამდვილად არსებობს. ამის შემდგომი ფოტო, რომელიც არის ეს არის გუდიაშვილის შექმნილი ბარათაშვილი, რომელიც მივიღეთ, ანუ პრაქტიკულად და კი აი ამ ფოტოზეა საუბარი. ამ ფოტოს არ აქვს წარწერა და ნუ არსებობს ეს ვარაუდი, რომ შესაძლოა ის იყოს ნიკოლოზ ბარათაშვილი. ეხლა რაც შეეხება თვითონ ლევიცკის საქმიანობა საქართველოში, ეს არის ძალიან საინტერესო. მან გადაიღო ეს კადრები. კარგი იქნებოდა ეს რომ იყოს ნიკოლოზ ბარათაშვილი. მოგეწონა. თან იმ დას რომელზეც საუბრობდი რომ გავსო თითქოს გავს. კი, გავს. საერთოდ სიმართლე ყველაფერს ჯობს, რაც არ უნდა რთული მოსასმენი იყოს, ჯობია. ნუ სხვადასხვა აღწერით, როგორადაც აღწერენ ნიკოლოზ ბარათაშვილს, გავს. თუმცა, ნუ მაინც ჩვენ გუდიაშვილის შექმნელი ბარათაშვილი ყველაზე მეტად გვიყვარს. 1953 წელს ძალიან საინტერესოა ლევიცკის შემოქმედებაში ის, რომ მან გადაიღო ეს კავკასიის კადრები, რომელიც გაიტანა პარიზში საერთაშორისო აუქციონ გამოფენაზე და აიღო პირველი ადგილი და ეს იყო სხვათა შორის პირველი ჯილდო მხატვრული ფოტოგრაფიისთვის. ანუ კავკასიის ხედები გახდა ოღონდ დაგეროტიპული ტიპის. ეხლა რაც შეეხება 1950 წლისთვის, ანუ იმდენად პოპულარული და მოდური გახდა ფოტოს გადაღება თბილისის საზოგადოებისთვის, რომ 1950 წლისთვის თბილისში იყო 5 სალონი ამ დაგეროტიპის. ოღონდ აი წარმომადგენლები, ანუ ფოტოგრაფები, ვინც იქ მუშაობდნენ, ესენი ქართველები არ იყვნენ. აი სხვადასხვა გვარებია, მაგალითად ვერნერი, გაუპტი, ბორტი და ასე შემდეგ, ანუ ესეთი ადამიანები იყვნენ. და ფოტოგრაფიას რაც შეეხება 1956 წელს ჩამოდის სიმონ მორიცი, შემდეგ ჩამოდიან კიდე სხვა ბევრი ფოტოგრაფები და ნუ არის ბუმი ამ ფოტოგრაფიის მთელ თბილისში. ძირითადად ეხა ამ ადამიანებისთვის, მაინც უცხოელი ფოტოგრაფებისთვის, ფოტოს გადაღება ის იყო კომერციული საქმიანობა, მათ ძალიან დიდი მოგება ჰქონდათ თავისთავად ცხადია, როგორც ტექნოლოგიური სიახლისგან, მაგრამ თავარი ამბავი ეხა ამ შემთხვევაში არის ის, რომ ფოტოც გამოჩნდა პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელსაც უკავშირდება ფოტოგრაფიის ისტორია საქართველოში, ეს არის ალექსანდრე როინაშვილი, რომელიც დუშეთიდან ჩამოვიდა 14 წლის ასაკში. სრულიად შემთხვევით ის შეხვდა ესეთი ხატმწერი იყო და თან ფოტოგრაფი ხლამოვი, ესეთი გვარი ჰქონდა, გახდა მისი ძალიან წარმატებული შეგირდი და შემდეგ მათ ერთობლივად გახსნეს ფოტოსალონი, ანუ ერთ-ერთი პირველი ფოტოსალონი, რომელიც გახსნა როინაშვილმა, ამ სალონს ერქვა სასურათ ხატე. თვითონ სახელიც ძალიან საინტერესოა. გარდა ამ სალონისა, მას ჰქონდა ამხანაგობა, კიდევ ერთი ესეთი სალონი, ძირითადად მისი ფოტოსალონები იყო გოლოვინზე, არის მთლიანად დღევანდელი რუსთაველის გამზირზე და ერთი იყო რემბრანტი. და წარმოუდგენელი ამბავი გააკეთა, აი რას ნიშნავს მაინც აი ეროვნული მოაზროვნა, ეროვნული თემატიკით დაინტერესებული ადამიანი საიდან გამოჩნდა, რომ მისთვის აი კომერციული სახე კი არ ქონია ამ ფოტოგრაფიას. ესე იგი არ დარჩენილა საზოგადო მოღვაწე იმ პერიოდის, ანუ მისი თანადროული ვისაც მან ფოტო არ გადაუღო. ანუ ადამიანმა შემოგვინახა ისტორია, ანუ ათასობით კადრი აქვს მას გადაღებული, გარდა ხედების, ანუ ყველაზე ცნობილი პორტრეტები იმ პერიოდის საზოგადო მოღვაწეებისა არის როინაშვილის გადაღებული. ესეც არის აი ბანერი, ნახეთ, აი ესეც როგორ მაღალ დონეზეა. აწერია აი კავკაზი, სასტუმრო კავკაზის პირველ სართულზე, ნუ შემდეგ მოგვიანებით ერმაკოვის გახდა ეს ფოტოსალონი, იყო ერთ-ერთი მისი სალონი განთავსებული. აი შეგვიძლია ვნახოთ მაგალითად როინაშვილის მიერ გადაღებული ფოტოები, ცნობილი ადამიანების, ესეც არის, აქაც წარმოიდგენთ როგორი ისეთი მაღალი დონის გაფორმება აქვს მის მხატვრობას. ეს იყო სავარაუდოდ
უბრალოდ უკანა მხარე ფოტოსი, ხო, ის აღწერილობთ. ეს იყო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. მან გადაიღო, ანუ ფოტორეპროდუქცია მოახდინა ფრანგულ გამოცემაში იყო ეს რუსთაველი გამოსახული და მან აი შემოგვინახა რუსთაველის ეს ფოტო, შეიძლება ითქვას ალექსანდრე როინაშვილმა. სხვადასხვა საზოგადო მოღვაწეები ვნახოთ, ესე იგი, გააერთიანა სხვადასხვა ფენა, მაგალითად, მის ფოტოსალონში ჩამოდიოდნენ ადამიანები სხვა რეგიონებიდან. აი, ეს არის ამხანაგობაში, ექვევით აწერია, გადაღებული ფოტო, ანუ ამ ფოტოსალონში. და მისი ფოტოსალონი გახდა მაშინელი საზოგადოების, ასე ვთქვათ, ელიტის თავშეყრის ადგილი. და სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები ცოტა სკელი იყო, ხო, რაღაც თითქმის თითქოს მუყაოს მაგვარი იყო, ხო, საკმაოდ სკელი. გამძლე. აი, ნახეთ, ვაჟას როგორი საოცარი მისი ახალგაზრდობის ფოტო გვაქვს შემორჩენილი. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ აი ფოტორეპროდუქციის საშუალებით ცდილობდა გადაერჩინა ზოგადად ისტორია და გაზეთში იბეჭდებოდა მაგალითად მისი თხოვნა, ის თხოვდა საზოგადოებას, რომ მოეტანა მისთვის მაგალითად კადრები და რომლის აღდგენას და გაცოცხლებას შეძლებდა. გარდა ამისა, ძალიან საინტერესოა როინაშვილის მხრიდან მისი კახური ტურნე, ასე ვთქვათ, 1880 წელს ის გადადის საცხოვრებლად თელავში, აი და განქორწინდა თავის მეუღლესთან და აი კახეთში 1 წლის განმავლობაში მას აქვს გადაღებული ყველა ისტორიული ძეგლი, რაც არის მთლიანად კახეთის რეგიონში. შემდეგ 1891 წელს ის მიდის უკვე დაღესტანში რამდენიმე წლით და აი დაღესტანში აი ადამიანმა არ დატოვა არც ერთი აი ქვა, რომელიც არ გადაუღია უმდიდრესი ეთნოგრაფიული მასალა შექმნა ზოგადად აი რომ არა ასეთი ადამიანები აი უბრალოდ ძალიან რთულია წარმოვიდგინოთ აი ამ ქვეყანაში რა გვექნებოდა მემკვიდრეობა. მესმის რომ თავიდან უცხოხილი იყო, სიახლე იყო და ალბათ მაღალი ფასიც იქნებოდა. ხო, დაახლოებითი ცნობები ხო არ გვაქვს, ვთქვათ რა, შეიძლება ღირებულება ყოფილიყო ფოტოს გადაღების. იაფიც არ იყო, სხვადასხვა ფასები წერია, ეხლა გააჩნია ხარისხის მიხედვით მაგალითად, მაგრამ იყო შემთხვევები ალექსანდრე როინაშვილი უფასოდაც კი ახდენდა ფოტოების გადაღებას იმისათვის, რომ აი დარჩენოდა ისტორიას. აი მაინც და მაინც არ იყო აქცენტირებული იმას ხშირად დაინახეთ როგორი ამბავი იყო. როდესაც მან დაღესტანში ყოფნის დროს დიმიტრი ბაქრაძეს მისწერა, ანუ გაუზიარა იდეა მოძრავი მუზეუმის შექმნის შესახებ და შეკრიბა ესეთი 1000 სურათი და დაიწყო მოგზაურობა იმპერიის სხვადასხვა ქალაქებში და აი ამ დროს ნახეთ ზუსტად ამ თემას ვეხმიანები, არ ქონდა შემოსავალი და იმდენად გაუჭირდა, ანუ ეს რო ყოფილიყო მისი რაღაცა კომერციული პროექტი, მას არ ექნებოდა ამდენი გასაჭირი. მოხდა ისე, რომ რამდენიმე ფოტოს გაყიდვა მოუწია, ოღონდ მან ასლი გადაიღო, რა თქმა უნდა, ამ ფოტოსი და იმ ასლის სახით ის მაინც მოვიდა. და ძირითადად აი მაინც მისი საქმიანობა სხვა რამისკენ, აი პოპულარიზაციისკენ იყო მიმართული. ეს ეკატერინე გაბაშვილიც მის მიერ გადაღებული ფოტოა. და კი ბატონო, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, ის იღწოდა და იყო ერთ-ერთი პირველი გახსნილიყო ეროვნული მუზეუმი. სხვათა შორის, აი ფოტოგრაფიის წინ წაწევას და ზოგადად ფოტოგრაფების დაინტერესებას ხელი შეუწყო კავკასიის მუზეუმის ხელახლა გახსნამ 1867 წელს, სადაც აი ძალიან დიდი ნაწილი დაეთმო აი ამ ფოტოებს და ამან გახადა კიდევ უფრო პოპულარული. აი თუნდაც აი ეს კადრი, ეს არის მეტეხის ხიდი, რომელიც აერთიანებდა, ვთქვათ, მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს. ესეც არის როინაშვილის გადაღებული, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ხედები აი თბილისის ისტორიის შემოგვინახა მან. და გაუჩნდა იდეა აი ამ ეროვნული მუზეუმის შექმნის, სადაც აი თავს მოუყრიდა ყველა ვიზუალურ მასალას, რასაც ის აგროვებდა მთელი 20 წლის განმავლობაში. და არ ქონდა, რა თქმა უნდა, შემოსავალი არ იყო და დიმიტრი ბაქრაძეს მან უთხრა ასეთი რამე, რომ მთელ თავის ქონებას, ყველაფერს, რაც მას გააჩნდა, ის ანდერძში დაუტოვებდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და ყოველთვის მის მიერ დატოვებული ეს მასალა მოიტანდა შემოსავალს.
და ესეც მოხდა საბოლოო ჯამში. მან ვინაიდან დაინახა, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას არ ქონდა იმის შესაძლებლობა, მაგალითად, რომ ეპატრონა მისი, ამ თქვათ, ვიზუალური მასალისთვის, ზუბალაშვილს, ერთ-ერთ ზუბალაშვილს სთხოვა გაეკეთებინა შეწირულობა, რათა გაეხსნათ მუზეუმი. და შემდეგ შეაქმნევინა კიდევაც პაულ ფონ შტერნის პროექტი იმისთვის, რომ მუზეუმი გახსნილიყო, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, ესეც აი უნიკალური კადრია ძველი თბილისის საოცარი, ეს არის მარცხენა სანაპირო. დღევანდელი რიყის პარკი, რომელიც ფიზიკურად არ დგას, ანუ საერთოდ არის დოკუმენტური მასალა, რაც არის აი ძალიან შთამბეჭდავი. აქ ჩვენ ხედავთ მტკვრის გეოგრაფიასაც, ანუ აქ მტკვარი ჯერ კიდევ არ არის ბეტონის ჯებირებში. აი ნახეთ, ეს სახლებთან გადის, ხო? თვითონ ერთ-ერთი ტოტი. ასახული. წყალდიდობაა ასახული. ძალიან ხშირად არის დატბორილია, ხო? დატბორილია. წყალდიდობა გახდა ერთ-ერთი მიზეზი, ხშირი წყალდიდობა, რის გამოც გადაწყდა, რომ და ჯებირი გაკეთებულიყო. ახლა სადაც მტკვარი მიედინება, დღეს არის ცენტრალური ტრასა. აი ხედავთ, რომ თუნდაც იგივე ქარვასლა, სადაც მუზეუმია, ახლა გრიშაშვილის ისტორიის მუზეუმი, წყალი ბზედმე მიდის. ახლა კიდე იქ არის დიდი, ასე ვთქვათ, მაგისტრალი. აი აბსოლუტურად მთლიანად არის დოკუმენტური მასალა, რაც არის აი შეუფასებელი ნამდვილად. ჩვენი ქალაქის ის არის მარცხენა სანაპირო, ხო? იქეთა ქედი, რასაც უყურებ. არა, აქეთ. ის ნარიყალას მხარეა. გასაგებია. აი ეს არის დღევანდელი რიყის ტერიტორია, სადაც არის რიყის პარკი. იმდენად სხვა ადგილი აქვს დინარესაც, რომ მართლა რეალურად აღქმას ვერ ახერხებ რა ასეულობა. ზოგადად აი მარცხენა სანაპიროს ტურს მე როცა ვატარებ, აი ვიზუალური ინფორმაციის გარეშე, ფოტოების გარეშე ძალიან რთულია წარმოდგენა, სად რა იდგა, იმდენად აქვს შეცვლილი. აი ნახეთ მეტეხის ხიდი რამდენად ვიწროა. სამწუხაროდ ახლა როინაშვილი 1898 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა 52 წლის ასაკში. საოცარია რომ აი ესეთი ადამიანები აი ესე უდროდ გვტოვებენ ხოლმე და მისი ფოტოკოლექცია ყველაფერი შეიძინა კიდევ ერთმა გამოჩენილმა ადამიანმა დიმიტრი ერმაკოვმა. ერმაკოვი დედის გვარია ერმაკოვი, ის იყო იტალიელი წარმოშობით და საერთოდ ეს არის ადამიანი, რომელმაც აი შექმნა ეპოქა, აი ეპოქა გადაიღო ადამიანმა. აი მსგავსი რამე დაახლოებით მუზეუმში ინახება 25,000-ზე მეტი მხოლოდ ფოტო. დანარჩენი ნეგატივები და სხვა რამეზე არ არის საუბარი. 25,000 ფოტო წარმოგიდგენიათ, ანუ რამხელა ვიზუალური მასალა დაგვიტოვა ადამიანმა. და გადაიღო ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით ძეგლები, აი თბილისს შეუნარჩუნა ისტორია. აი ძალიან საინტერესო ფოტოა, მაგალითად ეს ეხება ქოლერის ეპიდემიას 1892 წელს იფეთქა ამ ეპიდემიამ და ვინაიდან სპეციალური ეკიპაჟი არ ყავდა ქალაქში, როდესაც დაავადებულები აი ფაეტონებით გადაყავდათ, შემდეგ ფაეტონის დეზინფექცია არ ხდებოდა. ესეც იწევდა იმას, რომ აი ტოტალურად გავცელდა. იმდენად იყო მოსახლეობა შეშინებული, რომ ქალაქი დაცარიელდა პრაქტიკულად. და შემოიღეს ესეთი ზომები, ყველა მაგალითად რკინიგზის სადგურზე, ეს არის ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზის ყველა სადგურზე გზავრი იყო ვალდებული გაევლო ორთქლით დეზინფექცია. ერთი აი წარმოდგენაც კი რთულია, როგორ შეიძლება ხა დეზინფექცია ორთქლით და აი ეს კადრი აქვს გადაღებული დიმიტრი ერმაკოვს. აი 1892 წელი აი ბრწყინვალე კადრია. შეგვიძლია კიდე სხვა კადრი ვნახოთ, აი ძალიან ისეთი მოვლენები აქვს წერილი, იგივე არის. ეს არის 1892 წელი პუშკინის ბიუსტის გახსნა. სხვათა შორის ეს ბიუსტი არის ერთადერთი, რომელიც შემოგრჩა იმ ეპოქიდან. ეს იყო მეორე, რაც დაიდგა, ჯერ იყო ვორონცოვის ძეგლი და მერე მეორე ბიუსტი და დღეს დგას პუშკინის სკვერში და ესეც არის აი ეს მოვლენა, ბაღი, ყველაფერი აქვს გადაღებული. რო გავაგრძელოთ კიდევ შემდეგი ფოტო, აი ეს არის ბორანი მუხრანის ხიდზე, დღევანდელი ბარათაშვილის ხიდი, ცნობილი ბორანი, რომელსაც დღეში გადაყავდა 2000 ადამიანი. მტკვრის ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე.
და სხვა ფოტო ბორნის მე არ მინახავს მაგალითად ესეც აქვს გადაღებული 2000 ადამიანი დღეში საკმაოდ დიდ მოძრაობას ნიშნავს. ესეც არის მარცხენა სანაპირო, სადაც არის დატბორილი ეს როინაშვილის იმაში წყალდიდობის პერიოდი. წყალდიდობის პერიოდია, ეს არის 1893 წელი, აი ხედავთ წყლის წისქვილები როგორ არის განლაგებული მარცხენა სანაპიროზე. დღეს ეს ტერიტორია არ არსებობს საერთოდ, აქ არის უზარმაზარი რიყის პარკი. აქაც ხიდიც აქვეა, ის შუშის ხიდი, რო თქვითქას, მშვიდობის ხიდი და აი როგორი ფასდაუდებელია, აი არქიტექტურაც ჩანს. და აი ფილმში გვაქვს ერთადერთი სხვისი შვილები, ადრეც ვისაუბრეთ ჩვენ ამაზე, ფრაგმენტი არის შემორჩენილი მარცხენა სანაპიროდან. აი 1904 წლის ფოტოა, პირველი ელექტროტრამვაი კონკის შემდეგ, რაც ეს არის ავლაბრის აღმართებედის, ხო და აი ქვემოთ ჩანს კიდეც რიყის პარკი. ჩანს, ესეც ვიდრე პარკი იქნებოდა. უნიკალური ფოტო მასალა არის. კიდევ გვაქვს ერთი 1905 წლის გაფიცვის ფოტო გვაქვს. ხო, ესეც ნახეთ, ძალიან საინტერესო ამბავია, ნახეთ, აწერია ირანის შაჰის ფოტოგრაფი. ესეთი სტატუსი ჰქონდა მას და ამან მისცა საშუალება შეექმნა ირანის უნიკალური კოლექცია და სხვათა შორის წიგნიც გვაქვს გამოსული, აი მისი მოგზაურობის შესახებ ირანში 350-ზე მეტი ფოტო არის შესული და სხვათა შორის ისეთ ადგილებში, როგორც არის ჰარემი, ირანის შაჰის ჰარემიც კი აქვს გადაღებული, ანუ აი ესეთი სტატუსის ის იყო რა ქვია. საინტერესო ის ფაქტია, რომ ერმაკოვი ახლდა ექვთიმე თაყაიშვილს, ეს არის ილიას გამოსვენება სიონიდან და ილიას დასაფლავების კადრები თვითონ ილიაც არ წამოვიღე სპეციალურად რომ რაღაცა ემოციურად მძიმე ის არის ფოტო აქვს გადაღებული და აი როგორ არის ხალხი შეფენილი მთაწმინდის ქედზე ესეც აქვს გადაღებული ფოტოც სპეციალურად სიმაღლიდან აქვს გადაღებული ალბათ სრული აღქმა რო იყოს ხალხის და სიმღერების გარდა ამისა ახლდა სხვადასხვა ექსპედიციაში მაგალითად ტაო-კლარჯეთში და ძალიან საინტერესოა მისი 1910 წლის მოგზაურობა ლეჩხუმ სვანეთში ეს აქვს გადაღებული ექვთიმესთან ერთად სხვათა შორის აი სვანეთში მის მიერ გადაღებული ფოტოების რაოდენობა 1500-ზე მეტია აი წარმოიდგინეთ რამხელა ვიზუალური მასალა აქვს დატოვებული აი ნამდვილი საგანძური აი რომ არა ეს ადამიანები არ ვიცი რა გვეშველებოდა თუნდაც აი დავით სარაჯიშვილის სახლში აბსოლუტურად ყველა ფოტო რაც არის თუნდაც ეზოში რაც არის გამოფენილი მთლიანად არის დიმიტრი ერმაკოვის გადაღებული ბევრს მოგზაურობდა იღებდა კულტურულ ძეგლებს როინაშვილისგან განსხვავებით ესეც ჯვრის მონასტერში არის გადაღებული ექვთიმესთან ერთად ექსპედიციის დროს ალექსანდრე როინაშვილი დასაფლავებულია დიდუბის პანთეონში იქ ქვაც არის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ საგანგებოდ შექმნილი ამისგან განსხვავებით ერმაკოვის 1916 წელს გარდაიცვალა და კი გვაქვს ინფორმაცია რომ ის კუკის სასაფლაოზე დაასაფლავეს მაგრამ საფლავი დაკარგულია სამწუხაროდ და საფლავი არ იძებნება. ერთი პატარა ფოტო მინდა გაჩვენოთ კიდევ პირველი სელფის ისტორია. სელფი ქართულად როგორ იქნება? წინა არ ვიცი. ძალიან პოპულარულია და ნიკო ნიკოლაძე როგორც აი მეფე აი ამ ტექნოლოგიის საქართველოში პირველი სელფი უკავშირდება ნიკო ნიკოლაძეს თავისი კოდაკით კი სარკეში იღებს თავს ხო საქართველოშია თუ ზოგადად პირველი სელფი ერთ-ერთი პირველი სელფი შეიძლება იყოს შესაძლოა თუმცა ჩვენ მოდით პატიოსნად ვთქვათ რომ საქართველოში პირველი სელფი ნამდვილად არის და მოზარდის მიერ გადაღებულ პირველი სელფი მსოფლიოში რაც ითვლება ეს არის ბორჯომის რომანოვების სასახლეში გადაღებული ეს არის 1913 წელი სარკეში უყურებს თავს და ანასტასია აპარატებით რა თქმა უნდა ესე ვერ გადაიღებ ხო შეძლო წინ ანასტასია რომანოვას გადაღებულია ეს კადრი და 2017 წელს სხვათა შორის ფოტო ექსპერიმენტის დაახლოებით 35 ფოტოგრაფი იყო ჩამოსული და დადგეს ეს სცენა გაცოცხლდა იგივე სასახლეში იგივე ავეჯით ნუ ანასტასია რომანოვა პერსონაჟიც გავდეს ხო აი მთლიანობაში ძალიან მოკლედ თუ შეიძლება ითქვას ნიშნულოვანი
ფოტოგრაფების შესახებ, რომლებშიც ვალში ვართ ამ ადამიანებთან. დიდარი მემკვიდრეობისთვის და ბევრი ხო ისეთ ფაქტის შემონახვისთვის და ისეთი ცნობის შემონახვისთვის, რაც სხვანაირად ალბათ არც მოვიდა. კი, თან ფოტოკადრი იმხელა ემოციას და ისტორიას ატარებს, შენ ამაზე უკვე ისაუბრე, რომ ნამდვილად ხშირ შემთხვევაში ერთ დიდ სახელმძღვანელოსაც შეიძლება უდრიდეს იქ არსებული ინფორმაცია. ძალიან დიდი მადლობა ელზა საინტერესო თემისთვის. დიდი მადლობა, როგორც ყოველთვის საინტერესო მიმოხილვისთვის.